დედობის მაჟორიტარობის კანდიდატი ვახტანგ ხმალაძე თავის გუნდთან ერთად კლინაფის კვირეულში ჩაება. პროგრამა ერთი კვირის მანძილზე ქალაქის დასუფთავებას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში ქართული ოცნების წარმომადგენლებმა დღეს მდინარე დიღმულას ხეობა დაასუფთავეს. ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, მდინარეში ანტისანიტარია, რაც დიღმის მოსახლეობას საფრთხეს უქმნის. დღეს დაიწყო გაეროს მიერ გამოცხადებული გარემოს დასუფთავების სამდღიური. და ჩვენც გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი მცირეოდენი წვლილი შევიტანოთ თბილისის დასუფთავებაში და შევარჩიეთ მდინარე დიღმულას ხეობა, რომელიც საკმაოდ არის დაბინძურებული სხვადასხვა ნარჩენებით. დღეს მწვანეები ატარებენ მთელ საქართველოში აქციას დავასუფთავოთ საქართველო მოსახლეობასთან ერთად. ჩვენს დიდუბის შტაბის ორგანიზაცია უერთდებით ამ აქციას მოსახლეობასთან ერთად, ახალგაზრდობასთან ერთად დავასუფთავოთ დიღმულას, მდინარე დიღმულას კალაპოტი, ასე ვთქვათ, ძალიან დაბინძურებულია, შეგიძლიათ გადაიღოთ და ვცდილობთ, რომ დავასუფთავოთ ჩვენი ქალაქი.